ვაშინგტონში ერთ-ერთ საქმიან უბანში სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ბევრმა ადამიანმა შინ წასვლამდე ბაჩ 13 ღვინის მაღაზიაში შეიარა. ეს მაღაზია ქალაქში ერთი მრავალთაგანია, სადაც მთელი მსოფლიოს ალკოჰოლიანი სასმელების ფართო არჩევანია. დღეს ბაჩ 13 სტუმრებს ქართული ღვინის და ხაჭაპურის დაგემოვნებას სთავაზობს. სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საქართველოში უკვე უმოგზაურიათ, ქართულ ღვინოსაც იცნობენ და სამზარეულოსაც. ჯენი ჰოლმი საქართველოს და ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობს და ამერიკაში ქართული კერძების დამზადებასაც ასწავლის. დღეს რაც გავსინჯეთ უკიდურესად მაღალი ხარისხის, ძალიან გემრიელი, პროფესიულ დონეზე დაყენებული ღვინოებია. განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული ტიპის დასავლეთ ევროპული და კალიფორნიული ღვინოებისგან. თანაც ამ ღვინოს დიდი ხნის ისტორიაც აქვს, რაც ძალიან საინტერესოა. ჩემს მეგობრებს ამ ღვინოებს ყოველთვის ვურჩევ. მაიკლი სუზან ფარბმანთან ერთად საქართველოს კარგად იცნობს. მიგოჩნია, რომ ქართული ღვინო შესანიშნავია. საქართველოში ცხოვრების დროს ბევრს გიახლებოდით და ახლაც აქ ცხოვრების დროს მოხარული ვართ, რომ ქართული ღვინის სმას ვაგრძელებთ. მე ვარ ნოელი ბროკეტი, მე ამერიკელი ვარ, წოლი მყავს ქართველი და ვუმუშავებ Georgian Wine House, რომელიც იმპორტაციას ვაკეთებ ქართულ ღვინოს ამერიკას ბაზარში. რომ ხალხი გაიგოს რა ნიშნავს ქართული ღვინო, როგორია, რამდენი სხვადასხვა სტილი და თავისი ისტორია, ყველაფერი შიგნით ამ ღვინოში და ესე ვაკეთებ და ესეთი დიდი ივენტები საჭიროა, რომ გაიგოს, რომ ეს პატარა ქვეყანა არის სადღაც ღვინო იწყება და ჩვენ ახლა ვაკეთებ ეს საქმე, თუმ საქართველოს გვიყვარს, ღვინო გვიყვარს. ბოლო რამოდენიმე წელია, ესე იგი ვაშინგტონში დედაქალაქში ეს ქართული ღვინო და ქართულ ღვინოზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ და პერიოდულად ვაწყობთ ხოლმე აი ესეთ ქართული ღვინის დაგემოვნებას. ღვინო ეკონომიკურ ასპექტთან ერთად საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ბუნებრივია ეს ასეთი ღონისძიებები საქართველოს ცნობადობის გაზრდის, პოპულარიზაციის საშუალებაა და ასე უყურებთ ჩვენ ამ ღონისძიებებს. ეხლა ვიწყებთ ფაქტურად სერიას ამ ქართული ღვინის დეგუსტაციების ვაშინგტონის, ქალაქ ვაშინგტონში და მის შემოგარენში. ფაქტურად რამდენიმე თვე გვექნება ეს სერია ამ დეგუსტაციების და იმედი გვაქვს, რომ ამ დეგუსტაციებით საქართველოს არა მარტო ღვინოს გავაცნობთ ჩვენ ამერიკელ სტუმრებს, არამედ ქვეყანას გავაცნობთ, ისტორიას გავაცნობთ, საქართველოს როგორც ტურისტულ ქვეყანას და მიმართულებას, სადაც შეიძლება ისინი ჩავიდნენ და ესტუმრონ. ეს არის ჩვენი მიზანი, ბუნებრივია. ქართული ღვინის გასინჯვა ყოველთვის ბადებს სხვა კითხვებს. ამის მერე როგორ შეიძლება ვთქვათ ეს ღვინო საქართველოში გავსინჯოთ, როგორ შეიძლება საქართველოში აღმოჩნდეთ, რა საჭმელს უხდება, როგორ გავაკეთოთ ეს საჭმელი და ასე შემდეგ. ასე რომ ამას საქართველოს ახალისების მშვენიერი საშუალებაა და ესეთი დეგუსტაციები და იმედია გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ამერიკის დედაქალაქის ღვინის ბაზარზე, სადაც მთელი მსოფლიო არის წარმოდგენილი, ქართული ღვინო საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.